მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღეს მინდა შევასრულო ჩემი ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ხნის გამომწერის თხოვნა და ვუპასუხო ესეთ შეკითხვას, რას გრძნობს ის, როცა ჩემზე ფიქრობს. კითხვა გვაქვს ესეთი, რას გრძნობს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ოღონდ ცოტა სხვანაირად. როცა თქვენზე ფიქრობს, აი იმ მომენტში, ესე ზოგადად, აი რას გრძნობს, როცა თქვენზე ფიქრობს. ჩაიფიქრეთ პიროვნება და ნახოთ, რას გრძნობს ის, როცა თქვენზე ფიქრობს. ოღონდ, სანამ გაშლას გავაკეთებთ, როგორც ჩვევია, ნახოთ სიტუაცია თქვენ შორის, ვისთვის იქნება ეს გაშლა, რომ მიხვდეთ. და შევხედოთ. ვისთვის იქნება ეს გაშლა მაჩვენე? ცხრიანი პენტაკლები, სამიანი კვერთხები, ხუთიანი თასები. ვისთვის იქნება ეს გაშლა? გასაგებია. გავიგეთ ეს გაშლა. ვისთვის არის? ეს გაშლა არის ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე იმყოფებიან ურთიერთობის გარკვეულ ისეთ ფაზაში, მოკლედ, რომელიც აი არც წინ მიდის, არც უკან. და არის ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობა. ანუ ენერგია არის გაჩერებული. რეალურად ეს გაჩერებული ენერგია, პრინციპში ეს გაშლა გამომივიდა ფაქტიურად უკვე ვისთვის არის კი არა შემიძლია პირდაპირ რას გრძნობს ის ეგეც გითხრათ, მაგრამ მოდი სხვა დასტით ვიმუშავებ. ამ შეკითხვაზე ჯერ ვუსმენთ იდენტიფიკაციას. ნუ მოკლედ ურთიერთობა არის დაპაუზებული, შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ნუ თქვათ პაუზა არ არის, იცით, იმიტომ რომ არც დაწყებული ურთიერთობა არ არის და ურთიერთობა რომ დაპაუზდეს, რაღაცა დაიწყოს. აი, რაღაცნაირი გაურკვეველი სიტუაციაა. ერთმანეთს იცნობთ ნამდვილად. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს რაღაცა სწრაფად არ განვითარდა ეს სიტუაცია, ხა აქ გავხსენით თქვენი ენერგია, ვინც უყურებთ. უბრალოდ ქალის ენერგია აქეთ გავხსენი, კაცის ენერგია აქეთ გავხსენი რა, რეალურად და კაცის ენერგია არის ესეთი. კოშკი, არკანის სამსჯავრო და არკანი 6-იანი ხმლები. სრული შინაგანი კრახი. მუდმივი მოლოდინი და აი რაღაცნაირი განცდა იმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დაკარგეთ. რაც შეგეხებათ ქალბატონებს. ქალბატონებთან მიმართებაში აქ არის 6-იანი თასები, 3-იანი თასები და ხმლების პაში. აქ არის მდგომარეობა, როდესაც ქალბატონები ნაბიჯს არ გადმოდგამენ. ანუ იმ შემთხვევაში დაუშვათ, თუ თქვენ მამაკაცი ხართ და უყურებთ თქვენთვის საინტერესო ქალბატონზე ამ გაშლას, მაგ შემთხვევაში ჯობია რომ არ დაელოდოთ მისგან ნაბიჯის გადმოდგმას. თუ უყურებთ ქალბატონები ამ სიტუაციას,
მე მოცემულობას შევაფასებდი ასე, რომ ადამიანი ახლა იმყოფება, ანუ მამაკაცის მხარეს ვამბობ, ადამიანი იმყოფება საკმაოდ რთულ ენერგიებში. ცდილობს გაერკვეს რაღაცაში, ხო? შესაბამისად, ალბათ ჯობია რომ დაუტოვოთ სივრცე, რომ რაღაცაში ჩამოყალიბდეს. მე არ ვიცი თქვენს შემთხვევაში როგორ არის, მაგრამ ალბათ ესე ჯობია, ჩემი აზრით. მოკლედ ურთიერთობა ეხა არ ვითარდება, თუმცა აქ ამოდის უმაღლესი არკანი შეყვარებულები, ცხრიანი პენტაკლები, პენტაკლების დედოფალი და არკანი პენტაკლების ტუზი. თქვენ ხართ მის ცხოვრებაში რაღაც ძალიან გრანდიოზული, რაღაც ძალიან გამორჩეული და განსხვავებული. თუმცა ადამიანი ამ განსხვავებულობას, ამ მასშტაბს, როცა გრძნობს და როცა ხედავს, ხო? ემართება მდგომარეობა აი ესეთი. პატარა ბიჭის. აქ საერთოდ არც არის სხვა შორის გამორიცხული, რომ ასაკით რამდენიმე წლიანი სხვაობა იყოს თქვენ შორის. საერთოდ არც არის გამორიცხული, იმიტომ რომ თქვენ უფრო ისე გაჩვენებთ სტატუსით ცოტა ზემოთ, თუმცა სტატუსი ეს არ ნიშნავს რაღაც სოციალურ სტატუსს, ანუ რაღაცნაირად ზედა, ანუ პენტაკლების დედოფლის ენერგიაში გაჩვენებთ თქვენ და აქ არის პაჟის ენერგია, ხო? შესაბამისად, პირველ რიგში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ასაკის სხვაობა. და თუ ასაკის სხვაობა არ არის, ეს არის მოცემულობა, როცა ადამიანს ეშინია აი ამ თქვენი რაღაცა დიდი მდგომარეობის, ანუ რაღაცა მასშტაბის, რა მასშტაბის ადამიანიც თქვენ ხართ. მოკლედ, ამოიცანით თუ არ ამოიცანით თქვენი თავი, იმის მიხედვით გადაწყვიტეთ გაშლას შემდგომში უყურებთ თუ არა. და ეხლა ვნახოთ უკვე რას გრძნობს ეს კონკრეტული ადამიანი, მაშინ როცა თქვენზე ფიქრობს. მაჩვენე ახლა. ნახოთ რას გრძნობს კონკრეტული პიროვნება, მაშინ როცა თქვენზე ფიქრობს. შვიდიანი პენტაკლები, არკანი მზე და პენტაკლების პაჟი. რას გრძნობს და აგერ არის მზის არკანი, ეს არის ენერგია, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ხართ ძალიან დიდი ნათელი წერტილი. იმდენად დიდი და მასშტაბური, რომ წეღან როგორც აღნიშნე, აქაც იგივე ენერგიით აჩვენებს, რომ ეს ადამიანი ამ მასშტაბს ეჩვევა ფაქტიურად, ერგება და რაღაცნაირად, ანუ ისეა, ცოტა დაბნეულ ენერგიებშია. ამიტომ შვიდიანი პენტაკლების მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად არ ჩქარობს ნაბიჯების გადმოდგმას. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ არ უნდა, იმიტომ რომ არკანი მეეტლე აგერ არის. თქვენ შორის ძალიან მაღალი ალბათობით, იმიტომ რომ მეეტლეს არკანი აჩვენებს ძალიან დიდ დისტანციას, მანძილს. ხშირ შემთხვევაში ესე თამაშდება ხოლმე. ძალიან დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს სხვა ქალაქი, სხვა ქვეყანა, სხვა სოციალური სტატუსი, სხვა სოციალური წრე, რაღაცა ბარიერი ეს არის თქვენ შემთხვევაში აუცილებლად. და რომ არა ეს აი შეიძლება მომოჭრილიყო ეს და მოქანებულიყო თქვენ სივრცეში. ხუთიანი კვერთხები. აქ არის მოცემულობა, როცა თქვენ შორის არის გარკვეული ტიპის დაძაბულობა და ეს დაძაბულობა თითქოს აი დააკვირდით ორი ადამიანი აქეთ იქიდან რაღაცა ყველა თავის წილ საბანს რო ეკაჩება რა, ესეთი სიტუაციაა. ცხრიანი კვერთხები. 4 თასები. პენტაკლების დედოფალი ისევ და თასების რაინდი. ამ ადამიანს თქვენ მიმართ აქვს გრძნობა, თუმცა ეს გრძნობა არ არის ჯერ რაღაც ესეთი სოლიდური და ძალიან მასშტაბური,
თუმცა აქ თავის თავს აჩვენებს, აი ხო ვამბობ, რომ რაღაც შეიძლება ასაკით იყოს პატარა, ან რაღაც ესეთი, თუმცა აჩვენებს იმპერატორის ენერგიით თავს და ამბობს, რომ აი განახებ ვინ არის აი ესეთ სიტუაციაში. არკანის სამყარო, ხმლების ტუზი, ხმლების დედოფალი. აი რაღაცნაირად არის ისეთი სიტუაცია თქვენ შორის, რომ თქვენგან გრძნობს ეს ადამიანი ცივ ენერგიას. არ უშვებთ იმ დისტანციაზე, რა დისტანციაც მისთვის არის სასურველი და ეს ცოტა არ იყოს და საკმაოდ აღიზიანებს. ამ ეტაპზე პიროვნება სრულად გადართულია საკუთარ საქმიანობაზე, საკუთარ ფინანსებზე, საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობაზე, თუმცა აი ტვინში ყავხართ ჩაჭედებული, შეიძლება ითქვას. არ მემეტები არავისთვის, არაფრისთვის. აქ არის ძალიან ძლიერი ეჭვენობის მომენტი სხვათა შორის. ძალიან ძლიერი მესაკუთრეობის მომენტი. არკანი ეშმაკი. თქვი, რომ არის ძალიან დიდი ეჭვიანობა. აქ არის უდიდესი ეჭვიანობა. იმხელა, რომ ანუ ადამიანი შეიძლება ითქვას ვერც ხსნის, რატო შეიძლება ეჭვიანობდეს ასე თქვენზე. ანუ წონასწორობას არ კარგვინებთ რეალურად. იმ წონასწორობას, რომლის აღდგენასაც აგერ არის აქ. ნაჩვენები ადამიანი ცდილობს. კვერთხების დედოფალი. რას გრძნობს? გრძნობს იმას, რომ თქვენთან ესე მარტივად საქმე არ იქნება. 10-იანი პენტაკლები. გრძნობს იმას, რომ თქვენ ხართ მისი ოჯახის წევრი, თუმცა გრძნობს იმასაც, რომ პენტაკლების მეფე. გრძნობს იმასაც, რომ აუცილებელია, რომ თქვენთვის იბრძოლოს, თუ უნდა, რომ თქვენ საერთოდ მის სივრცეში იყოთ. თასების ტურზე მეგობრებო, მოთმინების ფიალა ავსებული აქვს, კი არა, გადავსებული აქვს ადამიანს რეალურად. აქ იმპერატორის ენერგია, რასაც ახლა აპოზიციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ აგერ პაჟების ენერგიაც წამოიღო, ხო? ანუ იმპერატორი არის ძალიან მესაკუთრე პიროვნება. თასების დედოფალი. ამბობს, რომ ეს ჩემია, ეს ადამიანი ჩემია. თქვენ განახათ ყველა დედოფლის ენერგიით, პენტაკლების, კვერთხების, ხმლების და თასების. ტაროს სისტემაში არ არსებობს მეტი დედოფლის ენერგია, საერთოდ 4-ვე დედოფლის ენერგიით ხართ წარმოდგენილი. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ მისთვის მთელი სამყარო. და აგერ არის სამყაროს ენერგიაც. თქვენ ხართ მისთვის ადამიანი, რომელიც არის ყველანაირი გაგებით მისი დედოფალი, მისი თანასწორი, მისი აი რაღაცა მეორე ნახევარი, ოღონდ აი მართლა მეორე ნახევარი, იმიტომ რომ თქვენთან ეს ადამიანი თანახმაა, რომ დაუშვათ გაატაროს მთელი დარჩენილი ცხოვრება, შექმნას ოჯახი. გაქციოთ საკუთარი შვილების დედად, გაქციოთ საკუთარ მეორე ნახევრად. ანუ აქ არ არის ეს ჩვეულებრივი ურთიერთობა ერთ-ერთი რიგითი თანაკვეთა. თუმცა არის ძალიან დიდი სირთულე თქვენ შორის ორიანი ხმლები, ძალიან დიდი დაბრკოლება. ვარსკვლავი. თქვენ ხართ მისთვის ვარსკვლავი. თქვენ ხართ მისთვის პიროვნება, რომელსაც აი ცაში რო აიხედავს, რომელიღაცა ერთ-ერთ მნათობს, იქ თქვენი სახელი გქვია. თუმცა ამავე დროს ვარსკვლავის ენერგია აღნიშნავს, როგორც წეღან ასევე თქვი მე, მანძილს, სიშორეს, რომელიც მისთვის არის გაუსაძლისი, აუტანელი და ძალიან ძალიან მძიმე. ნახეთ როგორ ენერგიებში ადამიანი 8-იანი ხმლების 10-იანი ხმლების აბსოლუტური კოლაფსი აქვს, სრული მოლოდინის რეჟიმი არის ჩართული, მაგრამ თქვენ ერთად ამოვიდა ერთი არკანის ამოღება მინდოდა, მაგრამ ამოვიდა ორი არკანი შეყვარებულები და არკანი ზომიერება. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ადამიანს ასწავლოთ
მოთმინება. არ ვიცი გადაწყვიტეთ თუ ესე მოიტანა, მაგრამ ფაქტია, რომ ესეა. ანუ თქვენ რეალურად ხართ ადამიანი, რომელიც გრძნობს აი აჩქარებას, გრძნობს, რომ იმაზე სწრაფად ვითარდება რაღაც, ვიდრე ეს დასაშვებია. ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ცეცხლს გადაასხათ წყალი და ჩააცხროთ მოსალოდნელი ხანძარი და დაელოდოთ. ჩამცხრალ პოზიციაშიც კი ისევ იგივე მოცემულობით გააგრძელებს ეს ადამიანი თქვენ მიმართ ყოფნას, თუ უბრალოდ ადგება და სხვა პრიორიტეტებს წამოწევს ცხოვრებაში, ხო? ექვსიანით ასები. აქ სიყვარულია მეგობრებო. არკანი იმპერატორი ქალი, ანუ მეტი რაღა ვქნა ახლა დედოფალი 4 ენერგია ვარსკვლავი მზე, იმპერატორი ქალი, მეტი რა გითხრათ ახლა ამ ადამიანმა. 6-იანი პენტაკლები, 4-იანი ხმლები და კვერთხების მეფე. ეს ადამიანი გამოჩნდება, მაგრამ თვითონაც ძალიან ცუდად არის რეალურად. არის შანსი რომ გამოჩნდეს, მაგრამ აი როგორ არის ცით იმდენად უჭირს თქვენთან სხვა რაღაცაზე, სხვანაირად ყოფნა, რომ რაღაც მომენტში შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მოდი მე ჩემ თავს დაუბრუნდები, მოდი მე ჩემ საქმეს მივხედავ, მოდი ისევ განდეგილის მდგომარეობაში ჩავდგები და აი შიგნით მივმართავ ამ ჩემ ენერგიას, მაგრამ რეალურად არ გამოდის, იმიტომ რომ აგერ არის სამსჯავროს არკანი და წეღანაც მის მხარეს კოშკი და სამსჯავრო ერთად ამოიტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ მისთვის თქვენ ხართ აბსოლუტური მიწისძვრა, აბსოლუტური რყევა მისი მთლიანი ცნობიერების და დრო, როდესაც მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური რაღაცები უნდა გადააფასოს. ანუ ეს არის ეტაპი, როდესაც ადამიანმა უნდა გაიღვიძოს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და თქვენ ამ გამოღვიძებაში გიჭირავთ რაღაცა უდიდესი როლი და უდიდესი პოზიცია. ჩამოკიდებული კაცი და არკანი კოშკი. აი ხო გეუბნებით, რეალურად აქ სიტუაცია განვითარდება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გრევის ხარჯზე. ანუ თუ ეს ადამიანი მისცემს საკუთარ თავს იმის ნებას, რომ იმპერატორი ქალი, მისცემს საკუთარ თავს იმპერატორი კი არა უკაცრავად ქურუმი ქალი, უდიდესი ქურუმი, ნებას, რომ ეს რაღაცა მისთვის ეგრეთ წოდებული სწორი და არასწორის სისტემები ჩამოაყალიბოს, ხო? და დაანგრიოს და თქვენთან რაღაცნაირად სხვა ნაბიჯებით მოვიდეს. ამ შემთხვევაში ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ პროცესი განვითარდეს, მაგრამ რეალურად კოშკი, სიკვდილი, ყველაფერი ერთად არის და ამ დროს არის 9-იანი თასები. აქ არის ჩემო მეგობრებო უდიდესი სიყვარულის ენერგია. ეს არ არის, ეს გაშლა ნამდვილად არ იქნება ყველასთვის, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აქ საკმაოდ ძალიან ძლიერი ვაიბი წამოიღო ამ გაშლამ. ყველასთვის ნამდვილად არ იქნება. იმასაც ნამდვილად გეტყვით, რომ ურთიერთობა არის კარმული და თქვენ გამოდიხართ ამ ურთიერთობაში კარმული მასწავლებელი. კარმული მასწავლებელი. ნახოთ, გადმოდგამს თუ არა ნაბიჯს. გადმოდგამ ნაბიჯს. ნახოთ აბა. ქურუმიკალი. ჩამოკიდებული კაცი. და 8-იანი პენტაკლები. ჯერ არა. იმიტომ რომ
ეს ადამიანი ანუ ამ ადამიანს ეშინია რეალურად რა, ანუ ეშინია ოღონდ საკუთარი გრძნობების მასშტაბისაც ეშინია. თქვენ მასშტაბს ხო გრძნობს, თქვენთან მიმართებაში საკუთარ ემოციასაც გრძნობს და ძალიან კარგად იცის რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს მისი ეს ემოციური ამოფრქვევა. ამიტომ ჯერჯერობით ნაბიჯის გადმოსადგმელად მზად არ არის. თასების დედოფალს აჩვენებს ისევ. კვერთხების დედოფალი და არკანის ზომიერება. არა, ჯერ ნაბიჯს ნამდვილად არ გადმოდგამს ეს ადამიანი. ჯერ ეცდება, რომ ის დაკარგული წონასწორობა აღიდგინოს და მერე დაიწყოს ფიქრი რა და როგორ შეიძლება რომ მოხდეს. 10-იანი პენტაკლებით მინდა დავამთავრო ეს გაშლა. ეს არის ცალსახად კარმული ურთიერთობა. ეს არის ურთიერთობა, როდესაც წინა ცხოვრებაში 4-იანი კვერთხები თქვენ ნამდვილად იყავით ოჯახი და 9-იანი პენტაკლები. თქვენ ნამდვილად იყავით პარტნიორები, როგორც მინიმუმ ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობთ. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის თქვენი მატრიცული თავსებადობის ნახვა და რა მატრიცულ კოდებს ფლობთ ანუ ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არსებობს ესეთი ფენომენი მატრიცაში, რომელსაც კარმული კვანძი ესე ეწოდება, როდესაც ამ ცხოვრებაში ერთმანეთს ხვდებიან ტყვე და ზედამხედველი და ეს როლები იცვლება. აი ეს არის აი ამ სიტუაციას გავს ახლა ეს მოცემულობა ტყვე და ზედამხედველი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მოიწერეთ თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და დაკომენტარება. შევხვდებით მალე დროებით.